მე თამაშია ეს ზაღრი. არა ვარ ძმაო, შენი პატრონი არა. ვიღაცაში აგერია აშკარად. ეს დავკეტე. მოკლედ მეგობრებო. როგორც ყოველთვის ვარ უპატრონოდ. გაჩვილი შენ პატრონი არ არის. დავკეტე ხა ბაზა და მე და ეს მანქანა, ჩემი მანქანა ქვევით მიყენია იქ ხეებში. ეს ადგილი ალბათ გეცნობათ. ჩვენი ინგლისის ბაზა არის, სადაც გადავტვირთები და რაღაც მსგავს რაღაცებს ვაკეთებთ. ეს ერთი მანქანაც და მეც ორივენი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რა ვიცი, აქ ჩავრჩით შაბათ-კვირას. ჩვენი თურთები გადაიდო და დატვირთ ორივე ცარიელი ვდგევართ. ეხლა დატვირთვები გვაქვს. ესე იგი კვირას 16 საათიდან 18 საათამდე, ანუ ხვალე დღეს შაბათი. და გუშინდა დღეს და ხვალას შუადღემდე ჩათვალე აქ დავრჩით რა. ყველაფერი დაკეტილია აქ რა თქმა უნდა, ერთი მაღაზია არის ხა იქით. აკეთობას მინდა გამოვიარო დღეს ჩემი სიარულის გეგმა მინდა შევასრულო. გუშინ კაი 6 კილომეტრი ვიარ და დღეს ერთი 10-მდეც მინდა გავიარო, ახლა საქმე არ მაქვს. ეს ადგილიც გეცნობათ ალბათ ერთ-ერთ ვიდეოში იყო. მოკლედ დღეს არის მეგობრებო 13 სექტემბერი 2025 წელი. და ესე შემოვჩით მოკლედ მე და ეს ერთი მანქანა შემთხვევით აქ გუშინა დღეს გაჩერებულები ვართ. ხვალ გვაქვს შუადღის მერე დატვირთვა. 4-დან 6 საათამდე. აი წავიდე ხა მე მაღაზიაში წავიდე, რომელიც აქითაა თუ ცენტში გავიდე, რომელიც აქითაა. პრინციპში მოდი ჯერ ცენტში გავალ, მე მაღაზია და რაღაცებს ხო არ ვაცრებ. ას პური მინდა ვიყიდო და რძე და რაღაცები. არ ველოდებოდი ხა წესით ზეგ სახში უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ხვალაც აქ ვიქნები, ანუ ზეგაც აქ ვიქნები ჩათვალეთ. აი ცენტში გავიდეთ წავ. ეხლა გავდო ერთ-ერთ ხიდს და აქ სუტრედი, აგერაც არიან ხო, სუტრედები არიან ხო, ამათ სახლია. აგერ. აქ სუტრედები არიან ხოლმე ეს ღამე. აი სუტრედები არიან ხოლმე ჩამდგებული. ეგერაც არის. აქაც იქნებიან ეხლა წესით. ამათ სახლია. ესე არა ვარ ნამყოფ მოდის წავისთ. აზე არა ვარ აქ ხდება. ესე კი, მაგრამ ესე არა. როგორც ჩანს ესეთი შეხი იქნება მეტი არაფერი. ალბათ ქოიდან წავსულიყავი ჯობდა. მაინც იმზაზე გავდივარ ქოვით. აზრი არ ქონდა ესე ამოსვლას. აი ნაკაც არის პრინციპში მაღაზია, მაგრამ აქედან ვათრიო ხელით რაღაცები. ეს რა აქედან ვათრიო ხელით რაღაცები. არც მინდა ბევრი არაფერი პრინციპში, მაგრამ რაც მინდა. იცავ თუ რა შევიბათ. აი წავიდე ესე თუ ესე. ესე წავიდე. ესაც ხარი არის საკმაოდ ამ მიკროფონს ეთყობა ურთავს და ცოტა იქ ცენტრი არის ხა შევალ და იქ შედარებით არ იქნება, თორე ბოლო ვიდეო ოკეანეზე რო გადავიღე, რაღაც მონტაჟები და რაღაც გამჭირდა რაღაცების მიჭრა-მოჭრა, რომ ეს ქარისხმები ამომეჭრა, თორე საერთოდ არაფერი არ იცოდა ქარისხმის გარდა, დო. ეხლა ესე გავზურები და გადავალ იქ ცენტრისკენ, მგზის იქითაა ცენტრი.
აქედან გამოდიხარ თუ არა ეგრევე აქ არის. ეს არის დაახლოებით კილომეტრი და რაღაცაში რა, ჩემი მანქანიდან. ეს არის რედიჩტი, ეს პატარა ის არის ინგლისში. დატვირთვა გვაქვს ლონდონში. შემეძლო წავსულიყავი ლონდონში, თან შიგ ცენტრში არის. დიდი მოლი არის რაღაც და მაგ მოლში მაგ გვერდიდან დატვირთვა სადღაც არის. მე და იმ მანქანას ორივეს ერთად რა. შემეძლო მანდაც წავსულიყავი, მაგრამ ეხა 2 დღე ლონდონში გაჩერდი. თან ეხა ჩვენ აქ აბაზან და საპირფარეშო გვაქვს რა თან. აქ უფრო სიმშვიდეა, იქ პარკი მაქვს კიდე ხა. საღამოთი მანდ გადავალ კიდე ტბასავითაა რაღაცა. და ამაზე რაღაც ლონდონში წასვლა და დადგომა იქნა. შემეძლო ხა ეს 2 დღე და 2 დღე ნახევარი ლონდონში ყოფილიყავი შიგ ცენტრში. ეს საქმე და არა საქმით ეხა მე რო დამჭირდეს მაგალითად ლონდონში გაჩერება რაღაცაზე შემიძლია ნებისმიერ დროს ყოველთვის გავლა გამოვლა ხომ მიწევს. შემიძლია ნებისმიერ დროს გავაჩერო ისე გადავგეგმო თქვა გავაკეთო პაუზა და მერე გავაგზავნო. მაგრამ ლონდონი ძალიან ისეთი არეულობა და ძალიან ქაოსია მაგ ქალაქში და მარტო ცენტრში თუ გახვალ და ცენტრში თუ ნახავ რაღაცა ცენტრში ხა იმდენჯერ ვარ დამყოფები. ეს მართლა გითხრა დიდად აღარც მიზიდავს რა. ხანდახან მომინდება ხოლმე და 4 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ შეიძლება სპეციალურად წახვიდე კაცი, მაგრამ აი აქ ამოვიდე მრჩევნია ხა ყოველ დღე თქვათ. ვიდრე ხა იქვია რომ რა ვიცი კაცია და ხასიათი, მეგობრებო ყველაფერი მაინც მიქვია და მობეზრება მე ეს მართლა გითხრათ. მე რომ ინგლისში არ წამოვიდე, სადაც 1 კვირა მაინც ხო, ეგრევე ინგლისში მინდა წამოსვლა, მაგრამ აქ რო არ აქვს მობეზრებული მაქვს ყველაფერი. ტრაილერიც ესეა ხოლმე საქართველოში რომ მიდია. აქედან ეხა ზოგი ჩამოდი 7-8 თვით რა ვიცი და 7-8 მართლა არა ცოტა მეგობრებო ძნელია ეხა მოგბეზდება უბრალოდ მაგით განმუშაობაა ძნელი. უბრალოდ გეთეიგივე გბეზდება რა. და საქართველოში ჩადიან ზუსტად 2 კვირაში. ზუსტად 2 კვირაში ყველას აქით უნდა დაბრუნება ისე. აი რაღაცნაირი ესეთისაა რა ჩათრევა იცის თუ რავი რა არის ვერ გეტყვით რა. და მოკლედ ეგეთი ნიუანსი არის. მოკლედ ეხა ვარ რედიჩტი. ხვალე მაქვს ლონდონში დაცლა. დღის მეორე ნახევარი დატვირთვა უფრო სწორედ დღის მეორე ნახევარში. და წავალ მე ეგრევე პოლონეთში. ლონდონიდან გემი ახლო 100 კილომეტრია. დღეს რაზე მინდა ეხა გესაუბროთ, ანუ ცოტა რაღაცები შეიცვალა მეგობრებო, არ თუ ისე სასიამოვნო რაღაცებია და ყოველთვის ყველაფერს კარგს ხო ვერ ვიტყვი, ამიტომ არის რაღაცები რაც შეიცვალა. 1 სექტემბრიდან მეგობრებო, ვინც არ იცის ან რუსული, ან პოლონური, ან ინგლისური, ერთ-ერთი ენა მაინც თუ არ იცის, ადრე კიდე იყო შესაძლებლობა გზადაგზა სწავლობდნენ, მეც კიდე რაღაც სიტყვათა ლექსიკონები მქონდა, ასე ვთქვათ. ანუ ამოწერილი მქონდა ის ყოველდღიური ფრაზები და რაღაცები და ფაილება და ვინც არ იცოდა ამას უგზავნდი ხოლმე რა. მაგრამ ეხა უკვე მაგი აღარ მოხერხდება მეგობრებო, იმიტომ რომ ზოგი არის რომ ვერ არ იცის, მაგრამ არ სწავლობს მე ხვდებით და ყველა ის მოხერხებული ხო არა და მოკლედ ძალიან უჭირთ ხოლმე კომუნიკაცია ერთმანეთში, ეს აქ ხორდამჟარი ყავი და აი მოდი სწავლა და ძალიან უჭირთ ხოლმე კომუნიკაცია რა. ხო და მოკლედ მაგის გამო სექტემბრიდან თხოვეს რომ გავში თუ არ იცისო რა, ან რუსული, ან პოლონური, ან ინგლისური, ისე რომ მოვა ფირმაში ადამიანი და გაფორმდეს და დაელაპარაკონ და გააგებინონ, აი არიან ხოლმე ეგეთები არიციან და ზოგი მე აქ სწავლობს და ყოველ შემთხვევაში აქაურ ტერმინებს და რაღაცებს ამოღამებენ რა. ხო და რამოდენიმე მე არის მეგობრებო და ვიღაცა ქართველი მოსულა, არ ვიცი საიდან მოვიდა, ჩემოყვანილი არა, არ ვიცი საიდან მეგობარმა მოიყვანა, ვერ გეტყვით რა და აგერ რამდენიმე წინა კვირას გაუშვეს საქართველოში რა, რომ საერთოდ ვერ აგებინებდა ვერავის ვერაფერს და ვერც აგებინებდნენ ამას რა. და ვერც აგებინებდნენ და ბოდიში მოუხადეთ და გაუშვით საქართველოში და ამიტომ გთხოვ როგორმე მაქსიმალურად ყურადღება მიაქციო, რომ ადამიანმა რომელიმე ენა იცოდესო რა. ასე რომ მეგობრებო, პირველი ცუდი ამბავი არის ის, რომ ვისაც ენა არ იცოდით, გირჩევთ რომ დაждეთ და ისწავლოთ რომელიმე ერთ-ერთი, რომელიც თქვენთვისაა ყველაზე უფრო მოხერხებული და ადვილად აითვისებთ, თუ ენის გარეშე ფიზიკურად ვეღარ გავაფორმოთ ვერავის. ნებისმიერი ერთ-ერთი ენა.
ისე არ ვიძახე ქართულით ილაპარაკეთ თქო, მაგრამ ნუ კომუნიკაციაში მენეჯერთან უნდა შეგეძლოთ შესვლა და საუბარი და მე დისპეჩერთან და ასე შემდეგ. კარგით, მეორე ამბავი. ეს აიწავიდე ხა. მეც ახლა ეგ ჩამოვშთე. მეორე ამბავი მეგობრებო. 1 სექტემბრიდან სანამ ყველა საბუთი არ ექნება ყველას, მანამდე ფიზიკურად მოწვევას ვეღარ დავიწყებ, როცა ადრე ჩემთან რო დარეკავდა ადამიანი და როგორც კი ტახოგრაფზე ან ADR-ზე ჩაეწერებოდა და კოდზე რაღაცას დაიწყებდა საბუთებს, შემეძლო ბაზაში შემიყვანა, გამეფორმებინა და სიაში ყოფილიყო მოკლედ ჩვენთან და მოწვევას დამეწყო. ყველაფერ ამას რო დაიწყებდა ადამიანი, მოკლედ თვენახევარი ორი თვე ჭირდებოდა ხოლმე ამ ყველაფერს. თვენახევარი ორი თვე ჭირდებოდა ხოლმე ამ ყველაფერს. ორ თვენახევარში უკვე ადამიანი მანქანაში იჯდა, ასე რომ თქვა, ჩამოსული იყო. მაგრამ ეხლა ეგ აღარ მოხერხდება, მეგობრებო. სამწუხაროდ ADR-ი, ტახოგრაფი და კოდით 15-ის ფოტო სანამ არ იქნება, მანამდე ფიზიკურად ვერ იმასვლა, მოწვევას ვერ დავიწყებ, მეგობრებო. ეს ბევრს არაფერს უბრალოდ დროში გაიწელება, მეტი არაფერი, თორე ბევრს არაფერს უსვლის. ალბათ 2-3 კვირით დაგვიანდება ეგ ამბავი. ნუ ვიღაცამ თქვა შეიძლება თქვას, რომ ეგ არაფერი, მაგრამ ნუ აი ხო გონი ცოტა რო რთულდება და უფრო იწელება დროში და რაღაცა ასე ცოტათი მე საბოლოოდ აღმოჩნდება 2-3 წელში ისე რომ ფიზიკურად აქ ჩამოსვას აზრი არ ექნება. ასე ვარაუდობ, არ ვიცი, ნახოთ. მოგეთ მეორე ცუდი ამბავი არის ეგ, რომ სანამ ყველა საბუთი არ ექნება ადამიანს, ვერც ბაზარში ვერ ავიყვან მეგობრებო და ვერც მოწვევას ვერ დავიწყებ შესაბამისად. მესამე ამბავი. კოდით 15-ზე ადრე შეიძლება ჩამოსვლა ერთი დღე, წასვლა საქართველოში და დაულდება მან. დღესაც შეიძლება იყოს, ოღონდ გააჩნია ადამიანს სიტუაციას, რამდენი აქვს საღვარდის ბეჭდები პასპორტთან, ნუ სხვადასხვა ნიუანსია, ეგ კონკრეტულად უკვე დაელაპარაკეთ იმ კონკრეტულ სკოლას, რომელსაც მოიძიებთ ან იმ კონტაქტებს, რასაც მე მოგცემთ. ყველა სხვა სიტუაცია აქვს, ზოგს აქვს ბეჭდები, მაგრამ აქ მუშაობდნენ და ზუსტად არ ეხდიდნენ და მაგაზე პრობლემა აქვს ხოლმე, ზოგს არა აქვს საერთოდ ფრენა და ნუ სხვა ნიუანსებია მოკლედ. რატომ და როგორ, მაგას ჯობია რომ იმას საკნათ, რა ქვია. კონკრეტულ სკოლას ან მე ვისაც მოგცემთ კონტაქტებს, მათ გაესაუბროთ. ასე რომ ესე მარტივად ადრე რო იყო, სექტემბრიდან ეგეც აღარ გამოდის ესე მარტივად. მოკლედ უხეშად რო გისხათ, სამი ამბავი, ცუდი ამბავი ეგაა მეგობრებო, რომ პირველი მოწვევას ვერ დავიწყებ, სანამ კომპანია ვერ დაიწყოს მოწვევას, სანამ ყველა საბუთი ხელთ არ ექნება, ამ ძირითადი საბუთები, კოდით 15 მედიცინა, ფსიქოტესტი. მეორე, რომელიმე ენის გარეშე, უცხო ენის გარეშე, რუსული ან პოლონური ან ინგლისური, ნებისმიერი ერთი ენა, ამის გარეშე სამსახურში ვერ გავაფორმოთ მეგობრებო, ვერავის და რომს გააფორმოთ, აზრი არ აქვს, სავარაუდოდ მაინც პრობლემა გექნებათ. და მესამე, კოდით 15 აღება ისეთი ადვილი აღარ არის, როგორც ადრე იყო. ახაც ადვილია, მაგრამ ისეთი ადვილი აღარ არის, როგორც ადრე იყო. განსხვავება მხოლოდ ესაა. დიდი განსხვავება არაფერი მეგობრებო, არაფერი კატასტროფა, მაგრამ ოდნავ გართულებულია. მაინც მინდოდა რომ აღმენიშნა ეს. აი, ხა რაღაცას ნახავ აქ, გამოვალ და გავაგრძელებ თქვენთან საუბარს. ეს კია გავიგეთ, მაგრამ ქმნიან და ქმნიან ეს უცნაურ რაღაცებს რა. ეს ადრეს მიჩვენებია, ბებოები და ბაბუები ესეთები დადიან პირდაპირ ყველგან. საკმაოდ მოწესრიგებული ბებო იყო, ეხლა ეს ეხავს პროსტა ვერ გავიქცევ, ეხლა და ვერ იმასვლა. წინა ვერ გადაუღებ, მაგრამ ნუ საკმაოდ მოწესრიგებული იყო ყოველ შემთხვევაში. ვები გამოვედი ხა ისე. გაისკროლი ყავს ჯიგარო. რაც მინდა და ის ვერ გავიგე, რაღაც გაგება მინდა და ვერ გავიგე, ვერ დავაზუსტე. აი, მოვა 19 რიცხვით საწავა. აი
მოკლედ როგორც მივხვდი მეგობრებო, ბევრმა ვერ გაიგო და არ იცის ეს მუშაობის პროცესი როგორ არის და გაფორმება და რაღაცა როგორ ხდება. ეხლა შევეცდები კიდევ ერთხელ აგიხსნათ, თუ წვიმა არ მომისრო. ინგლისში და ჰოლანდიაში წვიმა არავის უყურს. ნახეთ, მოკლედ პირველ რიგში მარცხმოწობას იღებთ. შემდეგ აკეთებთ ქართულ ტახოგრაფს და ქართულ ADR-ს ეწერებით კურსზე. პარალელურად იწყებთ კოდით 95-ის სწავლებას. ეს სამივე საბუთი სანამ არ დამზადდება, როგორც გითხარით, მოწვევას ვერ დავიწყებ ფიზიკურად. ყველაზე ადრე დამზადდება ADR-ი, რაღაც 10 დღე ჭირდება. ცოტა მერე მოგიწევთ უკვე რაღაც ერთ თვეში დამზადდება ტახოგრაფის ბარათი და ალბათ 2 თვეს გეტყვიან, მაგრამ თვე ნახევარში დამზადდება კოდით 95. ამის შემდეგ ვიწყებთ მოწვევას, რომელსაც ადრე სიმართლეულად ერთ კვირაში გქონია და იმ დღესვე გამიგზავნია საქართველოში ეგ მოწვევა. მოწვევა იგზავნება ჩვეულებრივად ონლაინ, მეილზე ან ვაიბერზე ან ვატსაპზე მნიშვნელობა არ აქვს და ამ ონლაინ მოწვევით შედიხართ საელჩოში. ყველა კონტაქტებს გაძლევთ მეც, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვენც მოიძიოთ, მაგრამ თქვენ თუ ვერ მოიძიებთ, მე შემიძლია ყველა კონტაქტი გაგიზიაროთ, სადაც ეს ჩემი ხალხი თქვა, ყველა დადის და დღემდე, რა ვიცი, აკეთებენ იგივე ტახოგრაფი, ADR-ი, კოდით 95 ვიზაზე მინდა გეხმარებათ და ასე შემდეგ რა. ნავიგაცია სად იყიდოთ და ასე შემდეგ. მის მერე რას მოწვევას დავიწყებ, დღეს უკვე შეგვიძლია გავთვალოთ მოწვევაზე და ახლობით 3 კვირა პლუს მინუს 1 კვირა, შეიძლება 2 კვირაში, შეიძლება თვეს გაიწელოს, ვერ გაიგებთ. მოწვევის შემდეგ დაახლოებით 2-3 დღე ჭირდებათ, რომ ჩაეწეროთ საელჩოში განაცხადი, გააკეთოთ, მერე მეორე დღეს მოგივათ მეილზე, ასე ვთქვათ, როდის უნდა შეხვიდეთ საელჩოში და მოგეთ დაახლოებით 2-3 დღე ამას ოფნის ხოლმე. მეგობრებო, ვიმეორებ, ნახეთ, მე ვიძახი ყოველთვის იმას, რაც არის დღემდე. ხვალ რა იქნება კაცმა არის ის მეგობრებო, მაგი არავინ. კაცმა არავინ არის ის კორონას მერე რომ ჩვენი ერთ დღეს გავიღვიძე და მთელ დედამიწას კორონა რო დახულა, ხო? აი მაგის მერე მით უმეტეს ვერაფერს ვერაზუსტ ვერ დათვლი. ამიტომ ყოველთვის ვიძახი, მე რას ვიძახი, დღეს ვიძახი. ხვალ და ზეგ და მომავალ ერთ თვეში საგრძნულად არაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მაინც შეიძლება რომ შეიცვალოს, ხვდებით? ხო, და აქედან გამომდინარე, მეგობრებო, დღემდე რაც არის ამას ვიძახი. დღემდე. ხვალ რა იქნება, კაცმა არის, მაგრამ დღემდე ასეა. მომავალი 1 თვეს, თქვათ, ან 2 თვე, ან ხვალ რო საბუს დაიწყებს ვიღაცა, ისე რომ აი საგრძნობლად რაღაცა თუ იქნება იმის შანსი რომ საგრძნობლად რაღაცა შეიცვალოს და ეს განსაზღვრად იქნება, ამას რა თქმა უნდა გეტყვით მეგობრებო, მაგრამ ჯერჯერობით ვიძახი რომ სულ რთულდება ცოტათი, მაგრამ ისე რომ რაღაცა ვერ იმასაკნათ, ვერ წამოხვიდეთ და რაღაცა ჯერჯერობით ასე არ არის. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ასე არ არის, მაგრამ თუნდაც ასე პატარ გართულებებით, ну რამდენი ხანი 2-3 წელი მეტი რამდენი ხანი უნდა გაუკაჩოთ, ხო? იმიტომ რომ არის ადამიანები, ვის დღემდე მიყურებენ, მე რო ადრე მქონდა 3 წლის ნარხი, იქიდან მოყოლებული დღემდე მიყურებენ და კიდე ერთი ორი მომწონა ვფიქრობთო და რაღაც ფიქრობთ ამდენს ხო ხედავ რომ გეფიქრება, ხო ხედავ რომ თავს ვერანებებ ამას და წამოდით ცადეთო, ეს 2-3 წელი ახალგამოცდილებას მიიღებდი, ქვეყნებს ნახავდი და შენ ჯიბეში უფრო მეტი ფული შენდა და ახალ დამждარიყავი და ახალ პროფტა გეყურებდი და ჩემი ვიდეოებში აი ხო ჯობდა რა. ხო და იგივეს ნოღა იმეოროს მეგობრებო, რა ვიცი, ვინც მაგ კატეგორიაში გადის, მე მესმის რომ ყველა სხვა სიტუაცია აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ну არ ვიცი კონკრეტულად იმ ორ ადამიანზე ვიზახი, თუ ფიქრობთ, წამოდით, პირადად მიმოწერებშიც მომწერეთ და გიპასუხეთ იგივე და ახაც ახმოვანებ ასე ვთქვათ, რომ თუ ფიქრობთ, ესე იგი თქვენ ამას ვერ ამოიღებთ თავიდან. გულის სიღრმეში სულ გედებათ, რომ აი იქნებ წავსულიყავი და აი რო წავსულიყავი და აი რაღაცა, აი რო წავსულიყავი და ამდენ კითხვაში ჯობია ჩამოდით, ნახეთ რაც არის და ყველა ვარიანტი ნებისმიერ ადამიანს ეს მეგობრებო ჩათვალეთ როგორც აი კომპიუტერო ჭედავს ხოლმე რა და გადარესტარტება რო ჭირდება ხოლმე, ხო? აი რაღაც ან ტელეფონი, აი ეგეთი რაღაცა არის ეს ტრაილერი 2-3 წელი მეგობრებო. ნებისმიერ იმას რა ქვია, ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებას გადაარესტარტებს, გადატვირთავს, გაასუფთავებს, დაალაგებს, მეტ ფულს მიცემს, მეტ გამოცდილებას მიცემს და უკვეახლებული ხედვით შეუძლია ადამიანმა ნებისმიერმა დაიწყოს სხვა ცხოვრება, რომელიც მაინც გადის და ასეც გადის და ისეც გადის, ხო და თუ მაინც უნდა გავიდეს და მაინც უკან მოვიხედები და არაფერი არა გვაქვს. რაღაც ჯარივით გამოდის მეგობრებო, რაღაც სავალდებულო სავითაა,
ეს ტრაილერი თუ ანუ 30-40 წლის ასაკში შენ უკვე რაღაცა ესე მუშაობ, ესე თქვათ, პერებოიზე ესე რო იტყვიან რა. მაშინ 1-2 წელი უნდა წამოხვიდე, გადატვირთო შენ მთელი შენი ცხოვრება, ფული დაიგროვო და მე წახვიდე და ახალი ძალები და ახალი ჯიბი და ახალი გონებით შეუდგე შენ გზას, გააგზელო მე სადღაც გზათორე. ესე რა ხან ბუქსაობ ადამიანი და არ გამოდის, ნუ რაღაცა გჭირდება, ხო და ვიმეორებ უამრავ რამე არსებობს მეგობრებო ცხოვრებაში, მაგრამ ერთ-ერთ გზას თავაზობთ უბრალოდ მე, უბრალოდ ერთ-ერთ გზას, რომელიც ბევრ კი თავიდან არის რაღაცები გასაკეთებელი, მაგრამ მე ბევრ თავის სკილს აგარიდებთ, ასე ვთქვათ. ეხლა სამუდამოდ რაღაც წადი გადასახდი, ძნელიან არტრაილზე, ჩამოდი, ჩადი, აქ ბინასაქირავებელი არ გაქვს არაფერი. ჩამოდი, იმუშავე, წადი, ხო რა უნდა და ასე იბოდიალე ჩემსავით. უბრალოდ სეირნობით ვიძახი და არამთუ დაგეგმით ათვალიერე ეს ქვეყნები 1000 რამეს ნახავ და ნუ მოკედ ეგ ბევრჯერ მაქვს ჩემს ვიდეოებში ნათქვა. ავით მე ვფიქრობ წამალია ყველასთვის, ვინც ესე ცოტა ისე მუშაობს. აი ესე რო არის, აი ძალიან წკიპზე რო არის, იმათვის არის წამალი ეს სამსახური, მით უმეტეს ერთი ბიჭი მირეკავდა ეხლა და მოდის სხვათა შორის. უცოლშილოებისთვის მით უმეტეს საერთოდ რა ვიცი, აი 2 წელი ჩათვალეთ. გამოსასწორებელი მასში ხართ, რა ქვია, გამოასწორებთ თქვენს გონებასაც, თქვენს ჯანმრთელობასაც გამოასწორებთ, თუ სწორედ მიუდგებით მეგობრებო და თქვენს ჯიბესაც გამოასწორებთ. მეტ ნაკლებად, უკეთესობა გექნებათ და ეხა ვის ბევრი შედეგი ექნება და ვის ცოტა, მაგრამ შედეგი ყველა ვარიანტში ყველას ექნება. ხო და რომ მივყვეთ ეხა იმ ამბავს ისევ, ამოწევას რომ გამოვაგზავნე და ახლობით 2-3 დღე დაგჭირდებათ. რომ საელჩოს ამბავს ჩაეწეროთ, ნუ ეთქვირა მაქსიმუმ დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ 2-3 დღეში, 4 დღეში უკვე შედიან ხოლმე საელჩოში ჩემი მოწვევის გაგზავნა. საელჩოში რო შეხვალ, დღეს უკვე ელჩი დაიტოვებს პასპორტს და 2 კვირაში დაგიბრუნებთ. 10 სამუშაო დღეში, 10 სამუშაო დღე ნიშნავს იმას, რომ 10 სამუშაო დღეში 2 ჯერ შაბათი კვირა დაგემთხოვათ აუცილებლად, ამიტომ ეგ არის 2 კვირა უხეშად რო ვთქვათ. 2 კვირის დაბრუნების შემდეგ, როცა პასპორტს დაგიბრუნებენ, აი მის შემდეგ უკვე თქვენ 10 დღე გაქვთ ვადა, რომ გამოცხადეთ სამსახურში და ქეს გაფორმდეთ. 10 დღის მერე კი არა, 10 დღეში ქეს უნდა ჩამოხვიდეთ, ქეს უნდა გაფორმდეთ. ხელშეკრულება ყველაფერი, უჟონში ყველაფერი უნდა დასრულდეს ეს თქვენი გაფორმების პროცესი. ამიტომ ვიზის აღებიდან დაახლოებით 3-4 დღეში, ნუ მაქსიმუმ 5 დღეში გააჩნიათ თვითმფრინავის ბილეთი, როგორ იქნება იაფი. დაახლოებით ამ პერიოდში უკვე უნდა წამოხვიდეთ და წვიმა დაიწყო. მე სადმე რამე ისეთ ადგილას გადამეხვია, ჯობდან კაი გაჩერება რამე იქნება შევიფარებ. წინს კლავს რა ისეთი ბევრი არაფერი. უნდა ჩამოხვიდეთ მოკლედ 10 დღეში ჩვენთან. ჩვენთან ჩამოსვლისთანავე მეგობრებო, აეროპორტიდან როგორც კი გამოხვალთ, ეხლა ნუ ელემენტარულებს ვიძახი, მაგრამ ნუ მოგეუბნებით ბევრი არიან, რომლებსაც არ აქვთ ეხლა საერთოდ არ აქვთ საზღვარი გადაკვეთილი და რა ქნა, ხო? ჩვენთან ჩამოსვლის შემდეგ მეგობრებო, აეროპორტიდან როგორც კი გამოხვალთ, უნდა იყიდოთ აქაური სიმბარათი, რომ ელემენტარული ინტერნეტი და ტელეფონი და კავშირი გქონდეთ. სხვათა შორის ევროპაში თუ წახვალთ, მე ეგ სიმბარათი არ გამოგადგებათ, ეს არც ერთ ვიდეოში არ მიხსენებია. ევროპაში სამუშაოდ უკვე დაგჭირდებათ მეგობრებო, რა ვიცი, ან უკრაინული კარტა აქვს ზოგს, ან ინგლისის კარტა. ეხლა მე ინგლისის ვიზა რო ავიღე, ინგლისის ვიზაზე გჩუქნიან ინგლისის ბარას, თავის რაღაც უფასო გარკვეული პერიოდი უფასო გეგაბაიტებით რა. ინგლისის კარტაც მუშაობს პრინციპში. უკრაინული მაქვს პირადად მე. ესპანური მქონდა, ეხლა აღარ მაქვს. ანუ სხვა ბარათებია, მოკლედ თვითონ ჩვენ ბაზაზე როცა წახვალთ, მე იქ მენტორებს და ვიღაცებს იქ აქვთ ხოლმე რა. მე ცოტა ხანი აღარ დავდგები. ოდნავ წინს კლავს, მაგრამ არაფერი. ხო და მოკლედ ბარათების ამბავი უნდა მოაგვაროთ, რომ ჩამოხვალთ ეგრევე და მერეც. შემდეგ მოდიხარ ჩვენს ოფისში მეგობრებო, სასურველია თუ ჩამოხვალთ ან შაბათ დღეს, ან ორ შაბათს. ნუ ორ შაბათს ჯობია პირდაპირ ჩამოხვიდეთ, იმიტომ რომ ორ შაბათთან პარასკევამდე არის ჩვენთან სწავლება. ორ შაბათთან პარასკევამდე რო არის მეგობრებო ჩვენთან სწავლება, ამ პერიოდში თქვენ გაივლით ტრენინგებს, თქვათ როგორ იმუშაოთ ტახოგრაფთან, ტეტის გახსნა დაკეტვაზე გაგიყვანენ გარეთ 2 საათიანი ტრენინგია განახებენ, ასევე ტელეფონის აპლიკაციები როგორ გამოიყენოთ ჩვენი მაგალითად დისპეჩერთან ეს რომ მიხვედი, წამოხვედი, რაღაცა დაეთანხმე, არ დაეთანხმე ეგენი. ტელეფონის აპლიკაციით ზაპრავკა როგორ გააკეთოთ, თქვათ როგორ გააქტიუროთ კალონკა და ასე შემდეგ და მსგავსი რაღაცებია, მოკლედ ასევე ჩვენ ვინ ვართ, რა ვართ, სად მივდივართ, რა ხედვა აქვს და მოკლედ ეს ერთი კვირა ამაში გადის და გადაიღო მოდი ავიღოთ.
მოკლედ ეს ერთი კვირა ამაში გადის მეგობრებო. ამ პერიოდში თქვენ ხართ ჩვენ სასტუმროში, რომელიც დაახლოებით 15 კილომეტრია ჩვენი ოფისიდან მოშორებით. ეგ სასტუმრო უფასოა, ერთჯერად იკვებათ შედის, რაღაც გზისპირა სასტუმროა, პადაროჟნიკი ასე ქვია მეგობრებო მართლა. ხო და რაღაც 5 წლოვანი სასტუმრო არაა, მაგრამ გაიჩერება. ყოველ შემთხვევაში გაიჩერება ნამდვილად. ამ სასტუმროდან ყოველ დღე ბუსი მოგაკითხავდა წამოგიყვან ჩვენთან ოფისში და წაგიყვანთ უკან. მოკლედ ეს 5 დღე დაახლოებით ასე გადის რა. შეიძლება ვიღაცას 4 დღე მოუწია, შეიძლება ვიღაცას რაღაცის გამო მქონია შემთხვევა და 8 დღე დარჩა ერთი ბიჭი რაღაც საბუთი ვერ დაამზადა რა და 8 დღე მოუწია გაჩერება რა. მაგრამ ეგ 8 დღეს რა თქმა უნდა, ანუ გაფორმების პროცესში კომპანია მაგას იხდის. ამის შემდეგ ეგ სასტუმრო შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთხელ მეგობრებო. იმიტომ რომ ადრე ეგ სასტუმრო მაგალითად 3 დღე იყო, როცა მე პირადად მძღოლი ვიყავი მაგ კომპანიაში. და სულ ადრე უფასოც ყოფილა როგორც ვიცი, მაგრამ უკრაინის ომის დროს და რაღაცის შემდეგ მეგობრებო რომ მოხდა რაღაც ეს ომი და ეს ბევრი ვერ მიდიოდა, რჩებოდა ბევრი მძღოლი გადაივსო, მე რაღაც დალევა და ისიც კი ისიც ხა უყვარს ამ უკრაინა, ბელორუსი და არ ჩვენ არ ვაკლებთ ყოველ შემთხვევაში ხო და რაღაცა ეგ შელაპარაკება რაღაცას მომხდა რა იმის ფონზე, ამიგია რა ყოველ შემთხვევაში და ამის გამო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ არ გამოვა ეგ ამბავი ეგრეო და ამიტომ 3 დღის ნაცვლად ერთი დღე იყოს უფასო. და კიდე წვიმა დაიწყო ამის და დავატრე მოდი ხა ამ ხეში ვიფარები. ხო და მოკლედ ის ერთი დღე საკმარისიაო იმისთვის რომ მძღოლი რო ჩამოვა გაათეს ღამეს და წავაო და ესეთი არეულობა და რაღაცა აღარ იქნება, იმიტომ რომ ვინ ჩამოდიოდა მძღოლები მათთვის მართლა აღარ იყო ხოლმე ადგილები. თქვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და საქართველოსთან რო ჩამოფრინდებით ერთი დღე დარჩით მაგ სასტუმროში გაათიოთ ღამე და მეორე დღეს ბუსზე დაჟდეთ და წახვიდეთ ჰოლანდიის ბაზაზე ან გერმანიის ბაზაზე რომელიმე სადაც მოგიწევთ და ასევე როცა მორჩებით თქვენ სამუშაოზე და მიფრინავთ უკან საქართველოში, ასევე შეგიძლიათ ჩააბაროთ მანქანა იგივე ბაზაზე იქით ან გერმანიაში ან ჰოლანდიაში და ის სასტუმრო გამოიყენოთ ისევ ერთი დღე. ეხლა კი საკაიფოდ დაწყო. რა ქართულს. სასტუმროს ამბავს რა შეეხებოდა ეგრე არის. მოკლედ პარასკევს ან შაბათს ყოველთვის ან პარასკევს ან შაბათს გადის ბუსები. მიკროავტობუსი ან ბუსის ვეძახი მიკროავტობუსი ჰოლანდიის მიმართულებით ან გერმანიის არის ერთი ბაზა, მაინც ჰოლანდიასთან არის ახლოს რა. ახან კომპანია ჰოლანდიურია, მაინც ბაზები მან დააქვს ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს რა. ხო და მოკლედ ჩვენი მძღოლი მოკლედ მიკროავტობუსით ან ბუს ვეძახი მიკროავტობუსებს წაგიყვანთ ჰოლანდიაში. თუ გამოსცილი მძღოლი ხართ, მიიღებთ მანქანას, თუ გამოუსწრელი ხართ, მაშინ გამოსცილ მძღოლთან ერთად დაждდებით სტაჟირებას და წახვალთ სტაჟირებაზე ჩვეულებრივად რეისში. სტაჟირება გრძელდება დაახლოებით 2-3 კვირა, ერთი თვე უნდა იანგარიშოთ მეგობრებო, უხეშად რო თქვათ. არის შემთხვევები, რომ 3 კვირის მერე ხდება მანქანა უკან ბაზაზე, სადაც გამოსვლა ჩააბარონ წარების და თვითონ მძღოლის ზახს რო არა მოიცალ გიხოცებით ერთი კვირა კიდე დავრჩები ან რაღაცა ეგეთი შემთხვევები ყოფილა შემთხვევა რომ 3 კვირა გასულა და მძღოლს უთქვია რომ მაიტე ჩამაბარებინის გამოსვლა მზად ვარ. გააჩნია ეს თქვენზეა დამოკიდებული მეგობრებო, ინდივიდუალურია. გამოსის ჩაბარება ადრესი თქვია და ახალ ვიზახი რომ ჩვეულებრივად უბრალოდ მისაბმელი უნდა ჩაიბათ, გვერდზე დაგიждდებათ ვინმე ინსტრუქტორი, გაივლით იქვე სადმე ავტობანზე სადაც რა მოგიწევთ გააჩნია რომ ბაზაზე იქნება და მოხვალთ ისე უკან ბაზაზე, გამოსცილები ვინ ჩამოდიან პოლონში უწევთ მანქანის გამოსის ჩაბარება, იქ რამპები გვაქვს, მაგალითად რამპაზე უნდა მიაყენოთ მანქანა, მაგრამ ბაზებზე რამპები არ არის, ამიტომ ბაზებზე უბრალოდ მისაბმელებს შორის ჩააყენოთ და აპარკინგებთ ესე ვთქვათ პრინციპს. ჩახსნით და ვსიო მეტი არაფერი განსაკუთრებული მოკლედ ზოგი შეიძლება არ შეგახსენოთ და გატოვებინოთ ეგრევე. ელემენტარული ანუ კომპანიამ უნდა ნახოთ თქვენ შეგიძლიათ თუ არა ხა მართლა ამ ხელა მანქანით სიარული თუ არ გაიშვებით, ან თქვენ რაში გაწყობთ ან კომპანიას რაში აწყობს, ხო? თუ თქვა ვერ მიაყენეთ პირველი მიყენებაზე, მოწიეთ წინ მიწიეთ მაგაზე პრობლემა არ არის, ეხა გინდა თუ არა ერთ ჩაყენებაზე ჩააყენეთ, ეგრე არ არის მეგობრებო, მართლა რეალურად უნდა ჩააყენოთ ეს მანქანა, როგორც რეალურ პირობებში ხდება და არა ისე როგორც გამოსაზრდია თქვა. ამის შემდეგ უკვე გამოუსწრელი გადადის დამოუკიდებელ მუშაობაზე და სტაჟირებაზე როგორც მოგეხსენებათ არის 67 евро. სტაჟირების შემდეგ გადადიან 80 ევროზე. ერთ წლის მანძილზე მოგემატებათ მეგობრებო, ან მაქსიმუმ ერთ წელში პროგრამა ავტომატურად გადაგიყვანთ 85-ზე გადახვალთ და 2 წელში უკვე 90 евро გაგიხდებათ, ან პირდაპირ ვინც 2 წლიანი გამოცდილების მძღოლია
90 euro აქვს ხოლმე გააჩნია ხა მომიყვანი ადამიანი რომელსაც წელიწადი და 8 თვე ქონდა თქვა თან წელიწადი და 7 თვიანი ეს დაახლოებით და მაინც 2 წელს უთვლიან ხოლმე გააჩნია ვინ არის როგორ არის რა ენებზე ლაპარაკობს რამდენად მოწესრიგებულია და ბერამეს გააჩნია მოკლედ მაგრამ ესა მაინც ხა 23 თვე თუ აქვს ნამუშევარი 2 წელს არ დაგითვლიან ასეც არ ხდება მეგობრებო გააჩნია სიტუაციას და ადამიანს მოკლედ ეგ არის ინგლისი წვიმდა ეხლა ის არის აქ ზე გამოვიდა წუთ ნახევარში ზე გამოდის ხოლმე ამიტომ მე აქ არავის არ უყურს არც ინგლისში არც ჰოლანდიაში და მოკლედ მოწყობის ამბავი ეგრე იყო მეგობრებო რაც შეეხება გასათვალისწინებელ რაღაცებს მინდა გითხრათ რომ პირველი თვე იქნება ნებისმიერთვის ყველაზე რთული ყველაზე გაუგებარი და მოკლედ ყველაზე ასატანი იქნება პირველი თვე რატო იმიტომ რომ ნებისმიერ რაღაცას თქვენ რაც არ უნდა ჩამოხვიდეთ რაც არ უნდა მიხვიდეთ თქვენ ხო არსად არაფერი არ იცით რა ხდება თქვენთვის ხო ყველაფერი უცხოა ყველაფერი გეგონებათ რომ ეს არის პრობლემა მეგობრებო მაგრამ სინამდვილეში პრობლემა არაფერი არ არის ისეთი განსაკუთრებული მე გაგეცნებათ ეგეთ რამეებზე ხო მე ტახოგრაფი მე მეგონა პრობლემა მაგრამ ტახოგრაფს დღეს როგორ უნდა თქვა პრობლემაა თქო ასევე ელემენტარული ოფისი არის სადა რომ მიდიხარ აი ყველაფერი პატარათი მაგრამ მაინც პრობლემაა ეს რა თქმა უნდა იმაშუა მეგობრებო მე რაღაცნაირად იცკუნები ადამიანი რა რომ მარტო რო ხარ ხა თან ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანი ერთად შეიძლება მოხდეს ქართველი და მაშინ კიდე არა უშავს მაგრამ როცა მარტო ხარ ხოლმე ჩამოსული მეგობრებო და ყველაფერი რო შეინსაკეთებელი ან ეს მოწყობის პროცესი არანაირად არ არის სასიამოვნო ყველას მაგას ვეუბნები მეგობრებო მაგრამ ეს მოწყობითაც მარტო ერთხელ უნდა მოეწყოს 100 ჯერ ხო არ მოეწყობი არა ჩამოხვალ იმ ერთხელ დაალაგები და უკვე მე ყველაფერი გეცოდნება და მე გაგეცინება ყველაფერზე იმიტომ რომ უკვე გეცოდნება ვინ არის შენი მენეჯერი ვისთან მიხვიდე ბუსი საიდან გადის და ასე შემდეგ ყველაფერი გეცოდნებათ რა მაგრამ ყველაზე გასათვალისწინებელი მეგობრებო სტაჟირების შემთხვევაში ისაა რომ როგორ მეცადეთ მე ვიცი რომ ძნელია ეხა თქვენთვის ზოგი რავი დღეს მუშაობს და ხვალე თვითონაზრდება და მოდიან ასე გადარბენებზეც მოდიან ხოლმე ადამიანები მაგრამ მაქსიმალურად ეცადეთ მეგობრებო რომ შედარებით ცოტა გამოიძინოთ და დაისვენოთ ცოტა იმიტომ რომ თქვენ აქ რო ჩამოხვალთ ორ ეკიპაჟის შემთხვევაში რა თქმა უნდა ღამის სიარული მოგიწევთ ერთი ღამე და ორი ღამე და გინდა სამი ღამე არა უშავს ეგ არაფერი არაა მაგას ხალისსაც გაათენებთ სიყვაზე ვიძახი იმიტომ რომ თქვენ ღამის სიარული უფრო კარგი იქნება თქვენთვის ამ ხელა მანქანაზე როცა ვიდრე ბევრი მანქანები რომ მოძრაობენ თქვათ თუმცა ვიძახი რომ ჩვენ სავით მოძრაობა აქ რო იყოს ამას ვერს გამოსვლები და ვერს გამოსვლები ამდენი ხანი ამას ვერ აიტანდნენ დაიღლებოდნენ რა მაგრამ აქ ბევრად მარტივია მოკლედ რა მაგრამ მაინც პირველად რომ ამ ხელა მანქანაზე ჟდები ეგ მომენტი არის რომ ამ ხელა მანქანა და ღამე მრჩევნია დავიძე იმიტომ რომ მოძრაობა არ არის თქვათ მაგრამ ამ ღამეს თავის პლუსი თუ აქვს ასევე მინუსიც არის ხო ღამის თევა გიწევს და ღამის თევა ეს იმას კი არის რომ ღამე გაათიე და მე დაჯიქდა დაიძინე და მე ისე ღამე გაათიე ღამეს რო გაათიე ნიშნავს რომ დღე უნდა გაჩერდეთ და დღე რო უნდა გაჩერდეთ ჯერ ერთი ინტერესიც გიქნება ახლა სადღაც იმაში გაჩერდები კაი ადგილას და რა ვარ დაიძინე ხო მაგრამ კაი დაიძინებ თქვათ მაგრამ ისე მაინც ხო ვერ დაიძინებ როგორც ღამე უნდა დაიძინო ადამიანი ამიტომ ღამე გაათიე დღე დაიძინე ნიშნავს რომ დღე ვერ გძინავს კარგად და გამოუძინებელს გიწევს მე ღამეს სიარული ისევ და ეს არ გრძელდება 1 და 2 დღეს გრძელდება 2 კვირა 3 კვირა და რა ხან 1 თვეც ამიტომ გეუბნებით მეგობრებო როცა მე ასე გადაიღლები და ღამისევა და რაღაცა თან ახლა პირველი კვირა ხო კაი ხალისით ხარ მეორე კვირას ხო მე მეოთხე კვირას უკვე ეგრე ხალისით აღარ ხარ და თან ახლა კიდე პლუს რაღაცები აქვს ტახოგრაფი ცემერი აქ ამდენი რაღაცა რო გაქვს სასწავლი და რაღაცა ხო მე ვერ იმაშვები რა ქვია მე უკვე გამოუძნებელი ისე ვეღარც ითვისებ და იწყება შენი ასე თქვა დაგრუზვა ასე որ ვთქვათ რა ხო და ამიტომ ვიძახი პირველი თვე ყოველთვის არის ყველაზე ძნელი მეგობრებო მაგრამ ახლობთ ასეთი პრინციპი ჩამოდი რომ ჩამოდიხართ იცოდეთ რომ ყველაზე რთული არის პირველი თვე და დარჩა 30 დღე ხო მე დარჩა 29 დღე დარჩა 28 დღე და ასე და ნელ-ნელა მოკლედ დახვალთ რა და უკვე თქვენთვის რომ გადახვალთ მაგასაც პრობლემა იქნება როცა ადამიანთან სხვასთან ხართ მანქანაში ეგ პრობლემაა მეგობრებო პრობლემა დავარქვათ მოდი შეიძლება ვიღაც არ იყოს მაგრამ პრობლემაა რატო იმიტომ რომ უცხო ადამიანთან ყოფნა მანქანაში მაინც უცხო ადამიანთან ყოფნა არის მეგობრებო ხვდებით და ეს ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ჭუის იყოს ვიდრე მაგარი მასწავლებელი იმიტომ რომ
ზოგადად ტახოგრაფი და ცემერი და იმაზე რამდენი ხანი ვილაპარაკოთ, ეხლა მაგ მასწავლებლებს რა 1 საათი, 2 საათი დღეში მეტი ხო არა. მაგრამ ის 22 საათი და 23 საათი ხო მასთან ერთად სხვა რაღაცებზე უნდა ელაპარაკოთ, უბრალოდ უცხო ადამიანთან მანქანაში უნდა იყოთ. ამიტომ მასწავლებელზე ის უფრო მნიშვნელოვანია, მეგობრებო, რომ ის თქვენი ჭკუის ადამიანი იყოს, რაც ძნელია ხოლმე ხა. ზოგი გოგოს არჩევს რამდენი ხანი და მე ისინი ერთმანეთს ვერ უგობენ, ხო? და რა ვიცი, ოჯახშია ხოლმე გაუგებო და ხა უცხო ადამიანი, რომ თქვენი ჭკუის აღმოჩნდება, ეს ხო ძალიან ცოტა არის ამის შანსია რა. ამიტომ ეგ უფრო მნიშვნელოვანია, მეგობრებო, ვიდრე ის მასწავლებელი, როგორი მასწავლებელი, ან ის როგორი ადამიანია, ამაზე უფრო დამოკიდებული. ვიდრე როგორი მასწავლებელია. და არის ხოლმე მომენტები, რომ რა თქმა უნდა სხვადასხვა ჭკუის ადამიანები არიან და შესაბამისად ძნელია მე ამ ადამიანთან მანქანაში ყოფნა, მაგრამ ის ადამიანი, როცა თქვენ მოგშორდება და თქვენ უკვე დამოუკიდებლად გადახვალთ თქვენ საკუთარ მანქანაზე, ის პრობლემა ხო გაქრება. ის ადამიანი, რო წავა თქვენი ცხოვრებიდან, ის პრობლემა მოგეხსენებათ, რომ თქვენ მანქანაში უკვე მარტო ხართ და უფრო დიდი სივრცე გაქვთ და ნივთების იმ ადამიანმა წაიღო და თქვენ ნივთების უფრო მეტი სივრცეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ის პრობლემა გაგიჩნდებათ, რომ იმ ადამიანთან კი იყავი და ეს პრობლემა მოგშორდათ, მაგრამ სამაგიეროდ ეხლა ნახე მე რაღაც დამავიწყდა ის ადამიანი რო იყო ნახე ის მეუნებოდა ისაკეთებდა რაღაცებს და ეხლა მე დამავიწყდა მაინც რაღაცა. ანუ ის ადამიანი რომ მოგშორდათ მოგეხსნათ ერთი პრობლემა, მაგრამ გაგიჩნდათ მეორე. ის დროებითია რა თქმა უნდა, მაგრამ გაგიჩნდათ მეორე, რომ ეხლა უკვე მარტო ხართ, всё. ის ცემერი თქვენ უნდა დაწეროთ, ის თვით თქვენ უნდა დააბათ, დასავლეთ თქვენ უნდა შეხვიდეთ და ასე შემდეგ რა. მაგრამ როგორც ვიძახი, 30 დღეში ნელ-ნელა გაიცხრილება ეს თქვენი პრობლემები, რაც გქონდათ და შემცირდება მინიმუმამდე დავა. მერე დაგემატებათ კიდე ცოტათი, მაგრამ ის ნელ-ნელა დაიწყებენ. ანუ თავიდან არის ყველაზე რთული თქვენთვის და შემდეგ დაახლოებით 2-3 თვე უხეშად რო თქვათ, მერე მაინც გაქვთ ხოლმე რაღაც მომენტები, რომ დაგავიწყდათ, რაღაცა არ იცით, რაღაცა პირველად შეხვდათ და ასე პირველად აქ სულ შეხვდებათ რაღაცა. სულ 3 წელი იმუშაოთ. მაინც შეხვდებათ ხოლმე აქ პირველად რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, გამოცდილებაა. მე უკვე სიტუაციები ერთმანეთს გავს და მე უკვე აღარაფერი აღარაა ისეთი უცხო თქვენთვის ნებისმიერ სირთულეს თავს უკვე ართმევთ რა ჩათვალეთ. მაგრამ პირველი 30 დღე ვიმეორებ არის ყველაზე რთული და ამიტომ მოემზადეთ ფსიქოლოგიურადაც გამოიძინეთ და ასე შემდეგ და შემდეგ კიდე 1-2-3 თვე ელოდეთ რომ რაღაც ისეთი პატარ-პატარა ისინი გექნებათ რა. ეს რად გამოვიდი წარმოდგენა არ მაქვს მე, მაგრამ ნახავ ახლა. როგორ ჩანს ეს? მოკლედ ეგ რეალობა არის მეგობრებო, კი. ყველაფერი ადვილი არა, ეს ადვილი არის მეგობრებო, მის მერე როცა ეს ყველაფერი თქვენ გადალახული გაქვთ, ჩამოსული ხართ, ის ფული დახარჯული გაქვთ საბუთები და ფრენები და ნავიგაცია და რაღაცეები რომ რეალურად აქ რო ჩამოხვიდეთ და გაფრთხილდეთ, მერე პირველი თვე ჩათვალეთ თქვენ ამ ფულს ეგრევე ამოიღებთ და რაც არ უნდა თქვენ დახარჯოთ პირველი თვის სტაჟირებაზე მე თქვენ ვერ დახარჯავთ მეგობრებო. ამიტომ ეგ პრობლემა მეგობრებო, რომ ეს ხალხ თქვა ვიღაცას ფული არ აქვს და რაღაცა, ეხა ხო არის ეგ, მაგრამ აქ რო ჩამოხვალთ ერთი თვეში ეგ დასრულდება ეგ ამბავი, იმიტომ რომ უკვე ეგ საბუთები გექნება და ის ყველა ფული ზოგ სესხია გაკეთებული, ზოგმა მანქანა გაყიდა და რავი, ზოგმა აგროვა და რაღაცა, იმას გაისწორდა და всё, ეგ დასრულდება თქვენ შემთხვევაში. მასწავლებელიც მაგასაც ვიღაცა უცხო ადამიანთან ხართ მანქანაში, გავა დრო და თქვენ მანქანას მიიღებთ, ეგ პრობლემაც გაქრება. და ასე ნელ-ნელა რო გაიცხლება მეგობრებო ეს პრობლემები, აი მე არის აქ სიამოვნება და кайფი ესე ვთქვათ რა. თავიდან ყველაფერს სანამ ეს რაღაც პატარ-პატარა პრობლემები აქვს და რაღაცა დაძაბული ხარ თქვენ გინდა არ გინდათ მაინც რაღაც ხით დაძაბული იქნებით რა. მანამ რა თქმა უნდა ის რაც ბევრს გონია ტრაილერი რომ ეხა თქვა მე თუ ატარებ და სხვა თუ ატარებს ასე ყველა მარტო ქვეყნებს ვათვალიერებთ აქ და მარტო მოკლედ ისა ეგრე არ არის მეგობრებო ხო? არიან ეგეთები რომ ამას ფიქრობენ, მართლა ეგრე ფიქრობენ, იმიტომ ვიძახი ხა ამას. ეგრე არ არის მეგობრებო, დაახლოებით 1 თვე არის რთული პერიოდი ყველაზე, შემდეგ 2-3 თვე და მე უკვე გააჩნია ადამიანზე სიტუაციაზე ასე შემდეგ. მე უკვე ჩათვალეთ ამ ერთ თვეს რომ სტაჟირებას მორჩები და კიდე 1-2-3 თვე რო გავა, მე უკვე წახვალ საქართველოში, ამ ჩათვალეთ კადენცია დასრულდება. კადენცია ჩვენ აქ ვეძახით რეისებს, ანუ რეისში რო გადიხარ 2 თვიანში ან 3 თვიანში, ეს არის კადენცია აქ. 2 თვიან კადენციაში გავდივარ თქვა რაღაცა იტყვი. და მოკლედ ამ თქვენი პირველი კადენციის დასრულებისას დასრულდება თქვენი მეტი წილი, 90% პრობლემები, ხვდებით? და შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე იცით ფირმა რაც არის, მუშაობაც იცით, მანქანასაც მიეჩვე და მე უკვე სხვა ამბავია. მე უკვე იწყება ერთწლიანი ციკლი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ძალიან მალე გავა უკვე 100 თუ ისეა თავისუფლად ხართ, ქვეყნებს ათვალიერებთ, ბევრ რამე უცხოა და არ ვთავრდება ეს უცხო რაღაცები, ანუ 1 წელი ისე მალე გაივლის, რომ ვერც კი მიხვდებით როგორ მალე გავიდა ეს 1 წელი. ამასობაში უკვე 1 წლიანი გამოცდილი მძღოლი ხართ მეგობრებო, თავისუფლად გძნობ თავს
ჯიბეშის ფული 100 თვისია მოგიგროვდებათ და შემდეგ უკვე მომავალი 1 წელი უკვე კონკრეტულად თქვენ მართავთ ყველანაირ სიტუაციას, ასე რომ ვთქვათ რა. დარჩენაზეც გეტყვით მართლა. როგორც გინდათ მეგობრებო, წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ უბრალოდ თქვენს პირადი მენეჯერი გეყოლება, თქვენ ვიღაცა, ვინც როდის ჩამოდიხართ, როდის მიდიხართ, რომელ ლოჯისტიკაში გაგიშვათ, რა მანქანა მოგცეთ და ასე შემდეგ, რომელიც სულ ხაზზე იქნებით, თქვათ, სამუშაო საათებში, რა თქმა უნდა რა. ხო და მე დისპეჩერები იქნებიან, უკვე დისპეჩერები კონკრეტულად სხვადასხვაები იქნებიან, მაგას თქვენ ვერ ნახავთ, მაგრამ თქვენ მენეჯერს პირადადაც შეხვდებით და პირადადაც გეყოლება და ყველა ჩასვლაზე და წამოსვლაზე და მისვლაზე თუ რაც იქნება, მენეჯერთან გიქნებათ კონტაქტი. საბუთი გინდა თუ რაღაცა თქვათ, მნიშვნელობა არ აქვს. პირად საკითხებზე, პირად მენეჯერს ესაუბრები. დრაივერ მენეჯერი ქვია, ასეთი პროფესიაა, მოკლედ ჩვენთან. დისპეჩერი უკვე დისპეჩერია, როგორც გითხარით. ამასობაში მე კი გავიარე 5 კილომეტრამდე ჩვენში რო დარჩეს 4 და 92. ხო და რამდენი ხანი გინდათ მუშაობა, რამდენი ხანი თქვენ გინდათ მეგობრებო, ზოგი მოდის და იძახსა ჩამოვალ თუ არა ეგრევე რაღაცეთი 7-8 1 წელი დავრჩები. კი მე მესმის რომ 7-8 1 წელი კალკულატორზე ადვილია ციფრების ანგარიში და კაი ციფრიც გამოდის მან საბოლოოდ, მაგრამ არ არის მეგობრებო ადვილი სინამდვილეში. ხოლმე საქართველოს ჩასულზე ზუსტად 2 კვირაში, რა ვიცი, 3 კვირა გამიკვირდება თუ იმე 3 კვირა დაჭირდება, ყველას უნდა უკან დაბრუნება ისე. იმდენად რაღაცა მშვიდად ვზნობ მე აქ თავს, როცა ყველაფერს დაეუფლები და როცა ყველაფერს კარგად ისწავლი რა. იმდენად მშვიდად ხარ მე აქ. ხო და არ ვიცი ეს სიმშვიდე გენატრება თუ იქ არეულობა, არ ვიცი რაღაცა ხდება, მოკლედ ყველა შემთხვევაში ასეა რომ ყველა ვინ ჩადის, პირველი კვირა რა თქმა უნდა კაია, მეორეც არაუშავს და მესამე კვირას უკვე გეწყება რა, ვსიო რომ აუ წავიდე ერთ ისე უკან, ჩავიდა ფულიც გინდა ხო ხდები და ასე შემდეგ რა. მატარებელს ხეს გავდივარ, ხა მატარებელს გარეს. ტრედები, რა თქმა უნდა არის. ხო და ნუ მოკლედ მაგ 2-3 კვირის მერე ყველას უნდა ხოლმე უკან დაბრუნება. მაგრამ 2-3 თვე მოკლედ იმუშავება აქ 2-3 თვე. მის მერე ცოტა ძნელია მეგობრებო, ანუ მობეზრება იქ უბრალოდ მეტი არაფერი ხო, გონდა ძნელი რა, რაც პირველ დღესაა იგივეა 1 წლის მერეც, მაგრამ უბრალოდ თავიდან თითქოს ისრაელის გენატრება, ის რაღაც უცხო ქვეყნების გენატრება ყველაფერი. მე აქ რო ხარ ეს გბეზდება საქართველოს გენატრება და რაღაც ასეთი ციკლია რა. ყოველ შემთხვევაში 2-3 თვე ნორმალურია, 4 თვე ნიჩეო, 5 თვე საჰა და 7-8 თვე და 1 წელი და 2 წელი მაგას ნუეხუმრებით. მეგობრებო, არაა ადვილი. მე მესმის რომ ზოგს შეიძლება რაღაცა პრობლემა ქონდეს, მაქვს შემთხვევა რომ ადამიანი მირეკავს რაღაცა ვალები დამედო და მინდაო ბევრი ვიმუშაო და ჩამოვიდეო და უკვე ყელში მიჭერსო ყველა მხრიდან აქედან ეს ვალებიო. და ამიტომ მაგნაირი ადამიანისთვის შეიძლება შვებაც კი იყოს აქ ის რამდენიმე თვე ზედიზედ მუშაობა. თან ფსიქოლოგიას უცაიც რომ შენ ამ ვალებს ეწევი და ასე იფარავ და რაღაც, ნუ არ ვიცი, ყოველს განსხვავებული სიტუაცია აქვს, მაგრამ საშუალება ყველაფერს არის, უბრალოდ წინასწარ მეგობრებო უნდა შეუთანხმდეთ, რა თქმა უნდა, იმას, რა ქვია, თქვენს მენეჯერს, რომ რამდენი ხით მიდიხართ საქართველოში, რამდენი ხით მოდიხართ სამუშაოდ. თუ ვინცობა მუშაობთ აქ 3 თვე პირობითად, ან 1 თვე, რა ვიცი, ან 2 თვე. და რაღაცაში დაგჭირდათ ფული და ეუნებით მენეჯერს. ეხლა შემდეგ კვირას უნდა ჩამოსულიყავი მანქანიდან. უნდა ჩამებარებინა მანქანა, მაგრამ გთხოვთ გადავიმატოთ 1 კვირა, ან 2 კვირა. გადაგიმატებენ კი ბატონო და იმ ჩასვლაზე 2 კვირით მეტ ფულს წაიღებთ, ხო? ან დაახლოებით 600-657 ევრო გააჩნია რომელი კატეგორიის ზღოლი ხართ, კვირაში ეგრე გაქვთ რა და თუ გინდათ იმ 600-700 ევროთი მეტი ჩაიტანოთ, ან რავი 1000-1500 ევროთი მეტი ჩაიტანოთ, გადაამატეთ, ხვდებით? მაგის საშუალებაც არის, ამიტომ ფულს ყველა ვარიანტი ყველა იშოვის მეგობრებო, თქვენზეა დამოკიდებული. როცა არ მუშაობთ, რა თქმა უნდა, არ მუშაობში გულისხმობ, როცა საქართველოში მიდიხართ, მანქანა რომ მიიღეთ და დაჯექით მანქანაზე თქვენ ფულს გიხდიან, 1 თვეზე ხართ თუ 8 თვეზე ხართ, მნიშვნელობა არ აქვს, შაბათია, კვირაა თუ დასვენებაა თუ საქმე აქვს თუ არ აქვს, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ რომ მანქანა ჩაიბარეთ, всё, თქვენ ფულს გიხდიან სულ, მანქანა რომ ჩააბარეთ ბაზაზე და დაჯექით ბუსზე და წახვედით სახლში, უკვე რა თქმა უნდა არ გიხდიან, იმიტომ რომ ზოგი 1 კვირით მიზი, ზოგი 1 თვის მიზი, ზოგი 3 თვის მიზი აღარას გაიგებ, ხო?
ყველას ერთნაირად ხوار გადავხდია. მაგრამ არის მეორე ნიუანსი, რომ ბუსში რო ჩაჯექი და პოზნანიდან რო მიდიხარ ბაზაზე ბუსით, იმ თქვენი ხელფასი რაც გეკუთვნით, რომელი კატეგორიის ზღოლიც ხართ, იმ ხელფასის ნახევარს ბუსში რო ზიხარ და მიდიხარ, მაინც გიხსენ, იმიტომ რომ ერთი დღე უნდა მაგ ამბავს დაახლოებით. სადაც 8 საათის გზა არის, მარშრუტით რო იარო და ეხლა ჩათვალე 8 საათი თქვენ სამუშაო დღე არის. ამიტომ ნახევარს მანდას გიხდიან, რო წახვედით, რო წამოხვედით, მაგას გიხდიან. თუ ბუსს არ გამოიყენებ და პირდაპირ ჰოლანდიიდან თქვენთან იყიდით ბილეთზე გაფრინდებით, მაშინ მანდას ბონუსებია დამატებულია, ხვდები და ასე შემდეგ რა. ფულის გამომშავების საშუალება ყოველთვის არის, მეგობრებო, ვის რამდენი გინდათ, იმდეს გამოიმუშავოთ. კი ბატონო, თავის ფასი აქვს ყველაფერს, ყველაზე ძვირის გადახდა გვიწევს იმაში, რომ სახში არ ვართ, ცუდია, კი ბატონო, მაგრამ ხო გეუნებით. რაღაცნაირად ეხლა ჩემს შემთხვევაში ეხლა ყოველგვარად სახში ვარ და ეხლა დაჟე რაღაც სამსახურია, სადაც სამ დღეში ერთხელ ვიქნები ხოლმე სახში და მაგაზეც ვფიქრობ, რა ვიცი. ხო გეუბნებით ეხლა 117 და 140 ევროიან სამსახურებზე თქვი უარი, იმიტომ რომ სახში მინდა რო ვიყო რა. თქვი უარი და ანუ ნებისმიერ დროს შემიძლია დავიწყო. მაგნაირ სამსახურში მუშაობა ჩემთან არის თან უფრო ახლოს. ჩემს სამსახური ეხლა სადაც მუშაობ, ეგ არის 24 კილომეტრში. ის სამსახური სადაც 117 და 140 ევრო, ის არის 10 კილომეტრში. წარმოიდგინეთ. მაგრამ ვერ ვიქნები სახში. 3 კვირა, 1 თვე, თვენახევარი ვერ ვიქნები და ეგ აქ არ გამოდის, მეგობრებო. უცხოეთში ოჯახის დატოვებამ თლათ ისეთი ადვილი არაა, როგორც საქართველოში. ხოლმე ნებისმიერ უბანში, ნებისმიერ იმაში ყველგან ისყავს, რა ქვია. რაღაცა რო იყოს, ვიღაცა ნაცნობს ყოველთვის გამოძებნი. რა მეუღლეს საბურავი დაეშვას. ნებისმიერ უბანში რაღაცას მირეკავ, მორეკავ და ბოლო ვიღაცას გააძრობ რა, ხო და აქ ვინ როგორ ანაირად მეგობრებო, უნდა ჩაეწერო ვულკანიზაციაში, რომ პაკაშკარო დაგეშვება, უნდა ჩაეწერო, თორე ის არ გამოგიცვლია. გაიკვირდებათ, მაგრამ ეგრეა რა. და ასევე ყველა ნიუანსი ცოტა სხვა, ცხოვრების სტილი არის აქ სხვანაირი და ამიტომ ვიძახი, რომ საქართველოში ოჯახის დატოვება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე აქ. რაღაც კუთხეები, თუმცა აქაურობასაც პლუსი აქ, რომ კი ბატონო, ყველა კვირიანი სამსახური შემიძლია მოუზენო და ვიყო ოჯახში თქვა, თან ყველა 3 დღეში ერთხელ. ყველა კვირა ხა საქართველოში ვერ იფრენ რა. ხო და მოკლედ მუშაობა შეგიძლიათ ნებისმიერი გრაფიკით, თავარია შეათანხმოთ. ცუდია რომ სახში არ ვართ, მაგრამ ყველაფერს თავის ფასი აქვს. მაგრამ ეს სამსახური მე იმდენად გაგიმარტივდებათ და იმდენად მიეჩვევი და იმდენად თქვენს უცხო აღარაფერი აღარ იქნება, თან ფულსაც მის გადაგიხდიან, რომ მე ცოტა საფრთხილოა, მეგობრებო, რო არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ რო არ დარჩეთ აქ სულ. რა ვიცი, მე ყოველას ვიმები 2-3 წელი სადეთქო, 5 წელი გააჩნია რა, ხა 10 წელი და 20 წელი ტრაილერზე მუშაობა ცოტა ჩემთვის არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემთვის ცოტა რთულია, მეგობრებო, დღევანდელი გადმოსახედიდან რა. იმდენად გიმარტივდებათ ეს სამუშაო და იმდენად ბევრ ფულს გიხდიან სხვებთან შედარებით, სხვა სამსახურებთან შედარებით, რაიმე განსაკუთრებული პროფესია თუ არით. რომ მე უკვე ძნელია რა ამის შეშვება და ეხლა უფრო რთული საქმის დაწყება და ფიზიკურად იქ რაღაც და მე უფროსი ყავს და კიდევ რაღაცას ნერვები აშლევინე. აქ შენ ხარ მარტო ხარ და 2500-დან 3000 ევრომდე ჩაულებად მარტივად ჩაულობ, ასე უხეშად ვთქვა, თუ სახში რო არ ხარ, იმას არ ჩავთვლით. აი მაგას თუ გამოვაკლებთ, პირდაპირ გაგებით მარტივად ჩაულობთ რა. ხო და მოკლედ მაგ კუთხით არის საფრთხილო რა, რომ მე ვინმე არ დარჩეს აქ და არ შემორჩეს წლები. გააჩნია ეხა ყველას გააჩნია ყველა სიტუაცია, მაგრამ ჩემთვის ცოტა რთულია, არ ვიცი. ხოლმე ჩემი მასწავლებელი 2 წელი და მანქანაში იმიტომ კორონა დაემთხვა, მე ვერ მიდიოდა საქართველოში. მე რო წასულიყო, კიდე რაღაც ნიუანსები იყო. აქ კორონა და რაღაცას გავსრო ხდება ტრაილერის სამუშაო სულა და მოგეთ მიაყოლა ფული სირდებოდა რაღაცა 2 წელი მანქანაში იჯდა. ჩემს წარმოუდგენელია 2 წელი მანქანაში ზეზე როგორ უნდა ვიჯდე, რო არ ჩამოვიდე, არ ჩავავარო მანქანა. აი წარმოუდგენელია, მაგრამ იმ ადამიანს ისეთი სიტუაცია ჰქონდა მაშინ და ეგ რაღაცა გააკეთა, კი ბატონო. ამიტომ ვიძახი, მე ვერ გეტყვით მეგობრებო 10 წელი და 20 წელი ტრაილერზე როგორ უნდა იმუშაოთ, თუმცა არ არიან ადამიანი და მუშაობენ და არაფერს საწინააღმდეგო არ ამაქვს, გასულ მაგის იმას ის ხვანაირი ადამიანია. სხვა სიტუაცია აქვს და ასე შემდეგ რა, მოდი მესწავლა. ხო და ასე შემდეგ რა, მოკლედ და. ხო და გააჩნია რა, ყველას თავის სიტუაცია აქვს. საშუალება ყოველ შემთხვევაში ვიმეორებ, რომ ამისი არის, ვისაც რამდენი გინდათ, იმდენი იშოვეთ. რამდენი ხანიც გინდათ, იმდენი ხანი დაისვენ, ხა წელიწადში თლად 8 თვე დავისვენ და 3 თვე მუშაობ, ასე არ გამოვა სამწუხაროდ, მაგრამ
წელიწადში ხათ ვიმუშაობდა 3 დაისვენს პირობითად ესე გამოვა კი ბატონო. ხო, კიდე იყო შეკითხვები ესეთი ხოლმე რამდენს დავხარჯავ. ხო გონებთ კვირაში 50-დან 70 евро საკმარისია მეგობრებო რომ თავი აიტანოთ ამ თვეში 200-250 евро უკვე საკმარისია. 300-350 ევროთი მე გავდიოდი როცა სიგარეტსაც ვეწეოდი. დღეს უკვე აღარ ვეწევი სიგარეტს მადლობა ღმერთს. ხო და ნახეთ ვიღაცა ხა შეიძლება თქვას კაი რა ხა 50 ევროთ როგორ გახვალ ძმაო ყველაფერი გაძურდა და რაღაცა თავიდან ვერ გახვალთ რატო გეტყვით იმიტომ თქვენ ახლა ჩამოხვალთ აქ ყველაფერი უცხოა და თქვენ უამრავ საჭმელს იყიდით რომელიც არ გამოგადგება და ან გემოს ვერ გაუგებ და უბრალოდ გადაყრით ან გაგიფუჭდებათ უბრალოდ ვერ განსაზღვრავთ იმას თუ რამდენი უნდა იყიდოთ რომ თქვა შეგენახოთ ხო ხო და აქედან გამომდინარე თავიდან არა მაგრამ როცა დაარეგულირებთ უკვე და უკვე გეცოდებათ კონკრეტულად რომელი მაწონი იყიდოთ რომელი თევზი იყიდოთ თქვა და ასე შემდეგ ხო მე როგორ კვირაში 50 евро მეგობრებო თუ სიგარეტს არ ეწევით დამიჯერეთ ყველას გეყოფათ თუ რაღაცა განსაკუთრებული მჭამელი არ ხართ ახლა და მაინც ერთ ჭამაზე 3 კილო ხორცი არ უნდა ჭამოთ და რაღაცა ეგეთი ხო ხვდებით არა ზომიერების ფარგლებში ძახი უფრო მეტიც მეგობრებო ტრაილერში გასუქება ძალიან ადვილია საზღვარგარეთ ბევრი რაღაცის გასინჯვა ძალიან ადვილია შესაბამისად მაგას მოყვება გასუქება და თავიდან კაი ავიგე ხო რაღაცა შეიძლება თქვა ყველაფერი დააგემონ ადამიანმა მე ზომიერად მაგრამ მაგის თავიდანვე დაიჭირეთ არ უნდა გაგიცეთ მეგობრებო არანაირად რა და თუ დაიჭერთ თქვა თქვენ კვებასაც და ყველაფერს პირიქით იმ 50 ევროში და 70 ევროში ყოველ შემთხვევაში კვირაში ჯანს რაღაცას შეჭამ და ჯანმრთელებიც იქნები და რა იმ ტრაილერში შეიძლება ჩაოლებებად ვარჯიშები ელემენტარული მას არ გეუნებთ რომ რაღაცა და თავი მოიკლო უბრალოდ რომ განაიმით რომ დაიკლო უბრალოდ რომ ყოველდღურად თქვენი სხეული რომ რაღაც შედარებით კაი ფორმაში ქონდეს აგერ ამ ბიჭს რო აქვს მაგალითად წავი პირობითად აი რაღაც აი ეს ფორმაში რომ შეინარჩუნოთ თქვენი სხეული პირობითად აი ეგრე შესაძლებელია და თუ მიუშვეთ მეგობრებო ხო მაშინ ძალიან ადვილია გასუქებას და მე იმ გასუქებას კიდე სხვა პრობლემები მოყვება კეიცით რა ამიტომ ესე მარტო ჩამოდი ფული შევეთ ჭამეთვით და გასუქთით არავის არ ურჩევ მეგობრებო ას ყველაფერს თუ თავიდანვე გააცნობიერებ და გაანალიზებ შესაბამისად უფრო სწორად მიუდგებით ყველაფერს და შესაბამისად ფულსაც უფრო კარგად იშოვით. შესაბამისად უფრო კარგათაც დახარჯავთ ამ ფულს უფრო შედეგიანად. და კი არ დაფლანგავთ დახარჯავთ ამ ფულს, რას იშკიდებათ იმაში. და ჯანმრთელობასაც მიხედავთ და რა ვიცი, ხოლმე შეიძლება პირიქით მე ჭარბიწონი ჩამოვიდეს ადამიანი და გახდეს. გამორიცხული არაფერი არა. და პირიქით შეიძლება გამხდარი ადამიანი ჩამოვიდეს და გასუქდეს. არც ეგ არა გამორიცხული უფრო რეალურია ის. მაგრამ იმის შანსიც არის, მაგიტო გეუბნებით რა. ამიტომ მეგობრებო, ჭამას და ზოგადად თვითონ თავის შენახოს რაც შეეხება დაახლოებით 200-250 евро თუ არამწეველი ხართ გეყოფათ 300-350 евро უკვე ნამდვილად გეყოფათ 400-450 евро გააჩნია უკვე თქვენზეა დამოკიდებული ხა ჩემი მეგობარი მაგალითად მე დიდად საჭმელების მკეთებელი და რაღაცა არა ვარ არც გაკეთება არ თუ არ მოგატყოთ არა ვარ კი არა საერთოდ გაკეთებელი არა ვარ კვერცხი მოვიხარშო და რავი კვერცხს თუ შევიწვი მოგეთ ნახევარ სამზარულოს ვეღარ შეხედავს მე ადამიანი და ამიტომ მე არ ვაკეთებ ზგავს რამებს და რა ვიცი აი ყავა მოვიდუღო ჩაი მოვიდუღო და რაღაც ელემენტარული ამიტომ ან დასაჭმელები მომაქვს ან მეუღლე როცა მყავდა მაშინ მეუღლე და ასე შემდეგ მე სხვა კატეგორია ვარ მაგრამ არ ჩემი ძმაკაცების კატეგორიები რომლებიც მაგალითად სულ აი ტრაილერში აკეთებენ ხინკალს კაცო და იმას რა ქვია გაყინულ თევზს აღარ სკადრლობენ მიდიან თევზაობენ და ცოცხალ თევზს წვავენ და იქ რაღაცა YouTube-ს უყურებენ და რეცეპტები და რაღაც საჭმელებს აკეთებენ ჩურჩხილები გააკეთეს კაცო ჩემო მეგობარ ტრაილერში და რამდენი ხანი დაქონდა ის მე საწოლზე ქონდა გაფენილი ეს ჩურჩხილები კონციალობდნენ რომ დადიოდა რამდენიმე თვე და რამდენი ხანი ვერ შევხვდი რა და მე ბოლოს მოახცია იმ ჩურჩხილებმა და ჩემი გაკეთებული ჩურჩხილმა გაგასინჯო ტრაილერში ხო და ეგეთი კატეგორია ადამიანების ეგრე 300-350 ევროშიც უკვე ნორმალურად არიან იმაში ტრაილერში ანუ არამწეველები არიან ეგ ხა ეგენი ყველანი მე მწეველი ვიყავი მაგრამ სამაგეროდ ის იყო რა ქვია მე ბევრს ვერაფერს ვერ ვაკეთებდი საჭმელს რა ხო და ეხა მაგჩიმა მეგობარმა ადგა და საერთოდ არ მინდაო ის ერთმა ვცადო რა და ერთი თვე ზუსტად ყველა ხარჯი ჩაიწერა და საერთოდ საჭმელი არ გააკეთა ვაფშე საერთოდ გაზი არ აქვს ფიზიკურად აღარ აქვს გაზი მანქანაში და ქუჩაში ვჭამო სულო და დროდაიან გარშა 430 ევროზე ავიდა ერთ თვეში რა
ბატონო, ისეთი ადამიანი, რომელიც მჭამელია ხა მართლა სუსტია, მაგრამ სულ ჭამს ხოლმე, მეგობრებო, აი არ ვიცი, გაბზარული ხარ თქო, ვეუნები, სად გიცვია ეს საჭმელი, ამდენი არ ვიცი თქო, ანუ ჩემზე სუსტია, მაგრამ ჩემზე ბევრ ჭამს და მაგდენი დახარჯა ადამიანმა ერთ თვეში 430 евро, როცა სულ ქუჩაში ჭამს და მე ხა თუ მარტო პოლონეთ ინგლისს დავდივარ, ეგ დადის თელს ევროპაზე, სხვა კომპანიაში მუშაობს საერთოდ და თელს ევროპაზე დადის ეგ და სხვა ადგილებში. ამიტომ კვება მეგობრებო, სავსებით რეალურია. ჩამოსვლის დროს 70 евро კვირაში და ჩამოსვლის მერე უკვე რომ მიეჩვევით რა იყიდო და რა არა, კვირაში 50 евро სავსებით რეალურია. ანუ თვეში 200-250 евро სავსებით რეალურია. პლუს 300-350 евро თქვა, თუ მწეველი ხარ, თქო, მწეველსაც გააჩნია მეგობრებო, 19 ფუნტის გადამიხდია და ახლობთ 100 ლარია ერთ პაჭკა სიგარეტში ინგლისში და 17 ევროს გადამიხდია საფრანგეთში. პოლონეთში 2-3 ევროღის 2.5, გერმანიაში 5-6 евро, სხვაგან 10-12 евро და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც თამბაქოებით რაღაც აკეთებენ, არავის არ მიყიდია ის მართლა, მაგრამ ჩემი სიძეს მაგას ეწევა. რაღაცებს აკეთებენ რა, მოკლედ რა. და ბევრად მარტივად გადიან რა, მოკლედ რაღაც 5-6 პაჭკის ფასად ჩათვალეთ მთელი თვე გადიან ხოლმე. ამიტომ წევლებზე ვერ გეტყვის მეგობრებო, წევლების გააჩნია როგორ მოიმარაგებთ სიგარეტს და რაღაცა. თუ იმ წეველი ხარ, რა თქმა უნდა გირჩევთ რომ ყველას ურჩევ. ეხლა არ ვეწევი და მაგიტო არ ეფიქროთ რომ ეხლა არ ეწევი, მაგრამ ხო ეწევი და რაღაცაო. ზოგადად როცა ვეწევოდი მაშინაც ვიძახდი რომ მოწევას რა ვიცი, კაი არავის არაფერი არ მოუტანია ჯერ და თუ იმე თქვენი თემის პირველი, რავი დაგვიწერეთ გავაგებინეთ ჩვენც. ნუ რა შეეხება მოკლედ რო გავიაროთ მეგობრებო, კვირაში 50 евро საკმარისია მის მერე რაც უკვე მოხვალთ აზრზე რა და როგორ. 70 евро თავიდან კვირაში მაინც უნდა გეყოთ, თუ არ ამწეველი ხარ, თუ მწეველი ხარ 350 евро გეყოფათ და მერე უკვე ქუჩაში ჭამა, აგერ 400-450 евро მარტო ქუჩაში რო ჭამო, სულ დასაჭმელები რო იყიდო. არ ვიცი ეგ რამდენად მოხერხებული უნდა იყოს ამ ჩემო მეგობარმა. იმიტომ როცა მომშვიდო ამაში ხო ვერ გავაჩერებ ყოველთვის და ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ ფაქტია რომ აგერ გატესტა და ეგრე გამოუვიდა. თან საკმაოდ უყვარს ჭამა ნაირნაირების თან. ამიტომ თანხები მეგობრებო დაახლოებით ეგრეა რა. სხვა ჩაფრენა შეგიძლიათ ბილეთებს თქვენთან გადახედოთ, მაგრამ გააჩნია ყოფილა შემთხვევა რომ 160 ლარად 150 ლარად უყიდიათ ეხლა 2-3 კვირის წინ ბიჭებს ბილეთი ჩამოსასვლელი, ყოფილა შემთხვევა რომ უცებ რაღაცა მომხდარა და ეხლა უნდა წამოვიდე უთქვია და 600 ლარი მარტო ერთ ფრენაში გადაუხდია. მაგრამ საშუალოდ 300 და 500 ლარამდე იქით-აქით ფრენა არის შესაძლებელი რომ წინასწარ თუ დაგეგმავთ რომ იყიდოთ. ქუთაისი პოზნას გულისხმობ რა. ყველაფერი დათვლადია, ყველაფერი განსაზღვრადია, არის გაუთვალისწინებელი ხარჯების რა თქმა უნდა. ჯარიმები მეგობრებო, რო იფიქროთ რომ არ მექნებაო ჯარიმა, გექნებათ აუცილებლად განსაკუთრებით რა პრინციპში მარტო ერთადერთი ჯარიმა მოდის ხოლმე, ვიდეო ჯარიმა მოდის ხოლმე, ისიც 1000-ში ერთხელ ამ წელიწადში ერთი ჯარიმა, ანუ 2 წელში 2 ჯარიმა, 3 წელში 3 ჯარიმა და რაღაც შეიძლება დათვალოთ. რეალურად რა არის ბევრჯერ გადაგიღებთ, არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მოდის ხოლმე ზოგ ქვეყნებიდან. მაგრამ თქვენ ბევრჯერ შეცდებით ხოლმე მის უმეტეს სოფლებში ხარო 58 წერია, თქვენ შეიძლება 60-ით გაიაროთ, ან 55-დან 54 რო გაიაროთ, უკვე ჯარიმა მოდის რა. ანუ გიღებთ რა, მაგრამ არ მოდის ხოლმე ჯარიმები, რა ვიცი, რატო არ ვიცი. ანუ ისი ვინმე არ ფიქრობს რომ აი ეგ იმიტომ არ მოდის ალბათ რომ მე ერთიანად მოგივა, არაფერი ერთიანად არ მომივა მეგობრებო. საკმაოდ წელი გავიდა უკვე ჩემ შემთხვევაში და სხვა შემთხვევებშიც მე კიდე არა უშავს, მაგრამ ადამიანებს ვთქვით რომ წარამარა აჩხაკუნებენ, მოკლედ სელფები ვიდიღებს. იმდენი ჯარიმები აქვს ზოგს, მაგრამ არ მოდის, ვერ გეტყვით რა ვიცი. ნუ ინგლისიდან არ მოსულა ჯერ, საფრანგეთიდან არ მოდის რომ იძახიან. გერმანიაში არის რომ რა და როცა წითლად გადაგიღებს გამაფრთხილებელია და თეთრად თუ გადაგიღებს, მაშინ მოგდისო. მომსულია კი ბატონო, მე წითლად გადაუღია, მართლა არ მოსულა. კი ბა ერთხელ და ორჯერ არა, წითლად ბევრჯერ გადაუღია რომ არ მოგატყუოთ. და გერმანიიდან ჯარიმა მე ორჯერ მომივიდა პრინციპში. ერთი ბელგია მომივიდა და ორი გერმანია მაქვს ჯარიმა. და ერთი იყო ის რაღაცა იმაზე შევედი, საჩესლა არ შეიძლება და იქ შევსულარ და ორი იყო რა არის ჯარიმა რა. აი ხამ დაღმარ ჩაუყვები და მე პრინციპში ჩამოვედი რა. 7 კილომეტრზე ავედი უკვე. ავალ მალე.
ასე რომ მეგობრებო, აქ ამდენი საფიქრალი და საჩალიჩო წესით არ არის მერე თავიდან ყველაფერი საფიქრალია ვიმეორებ, ყველაფერი თავის ტკივილია, ყველაფერი გაუგებრობა, მაგრამ ერთი რო გაირკვა 100 რაღაცა გაქვს ჩათვალეთ რა 100 რაღაცთან 5 დაალაგეთ, დაგსათ 95, 20 დაალაგეთ, დაგსათ 80 და ნელ-ნელა თქვენზეა დამოკიდებული თქვენ რამდენად მოხერხებული და რამდენად ცხარტი და რამდენად ისე უდგებით თემას, ნელ-ნელა ყველაფერი დაიფილტრება, დაალაგდება და მე არ უკვე საფრთხილოდ გეუბნებით, იმიტომ რომ იმდენად დაიფილტრება და იმდენად დაალაგდება, რომ იმდენად გაგიმარტივდებათ ამ საქმის კეთება და ფულსაც იმდენად კარგად გადაგიხდიან სხვებთან შედარებით, რომ მე ძალიან ძნელია სხვა სამსახურის მოძებნა არა და უნდა მოძებნოთ ამ სხვა სამსახური ამ ბიზნესი ან რაღაცა, ხო? ამიტომ რეალობა აქ ესეთია, სავსებით რეალურია მეგობრებო, შესაძლებელი არის, რასაც გაძლევთ, გეუბნებით რომ გაძლევთქო, რეალობას რეალურად შეხედეთ მეგობრებო, არასდროს არ გადააჭარბოთ, ნუ გეადვილებათ, ადვილიც არ არის, მაგრამ ვიძახი რთულიც არ არის, რთული არ არის მის შემდეგ, როცა უკვე გაერკვევით რა, თავიდან რთულია ყველაფერი. ამიტომ ის მომენტი რომ ჩამოხვედით და უფრო ადვილი მეგონა და უიასიაო, ეგ არ ქნათ ეგრე არ გინდათ, მაგრამ ასევე ისიც იცოდეთ რომ როცა ყველაფერს ნელ-ნელა გადალახავთ, ბევრად გაგიმარტივდებათ. თავიდან ბევრი რამე გაქვს გადასალახი. პირველი 1 თვე არის კატასტროფა, ეს პირდაპირ ვიძახი. პირველი 2-3 თვე ისე რა, всё, მე უკვე ნელ-ნელა დაიწყეს დალაგებას, ყველაფერი თავის ადგილას დადგომას და მე უკვე თქვენ მართავთ სიტუაციას, ხვდებით? ისე ამხიდებს გამოვდივარ ტრედუნიებთან. ის რა, ეგ ჩაღონღულებული წევს ნახე. არჩანს, მე კი ვხედავ. კაი, ნუ ჩავალე ხაგერ მაღაზიაში და იქიდან მე უკვე მანქანასთან გადავალ პრინციპში. აქაური პური მინდა ვიყიდო, პურს ნაკლებად ვჭამ ეხა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ძალიან მაგარი პური აქვს რა და თან რაც ქონდა ისიც გამითავდება ეხა 2 დღეში და 2 დღეში მე კიდე სახში ვერ ჩავალ. ზედან რაღაცები მინდა ვიყიდო მოკლედ რა. პრინციპში მოვედი. 7 კილომეტრს გავწდი უკვე. კაია, ეხა ცოტას მივირთმევ და საღამოთი ჩაუждები ხა ამ ვიდეოს დამონტაჟებას დავიწყებ მეგობრებო, ბოლომდე არ მგონია რომ მოვასწრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საღამოთი კიდე იქ ჩვენთან წრე არის, ერთი წრე არის დაახლოებით კილომეტრი და 50 კილომეტრზე. 1-2-3 წრეს კიდე საღამოთი დავარტყა და ეგ ჩემი 10 კილომეტრი გამომივა დღეს, შვენიერია. ოდი ისევ ამ ჩემ ტირიფის ხესთან თუ რახეც არის, რა ტირიფს ვუძახი. უბანში ვარ უკვე, აქ დგას ჩემი მანქანა, მაღაზია არის აქეთ. იქით ხშირად არ დავდივარ მეგობრებო, მაგრამ აქ ხშირად დავდივარ ხოლმე. აქ просто წყნარია და აქ просто სივრცეცაა და ასე შემდეგ. თან მაღაზიაში რომ მოვდივარ, მე 1-2 წელს დავარტყავ ხოლმე იქით. ამის განსახლებია ეს. მოვედი აგერ მეგობრებო, ჩემი მაღაზია აგერ არის უკვე. აგერა ჩემი მაღაზია. ვიღიდე რაღაცები, 9 ფუნტი და რაღაცა. საკმაოდ ძვირია მეგობრებო, ინგლისში ყველაფერი მინდა გითხრათ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი ფული და რაღაცაო, მაგრამ სინამდვილეში ცხოვრება ძალიან ძვირია მეგობრებო აქ. ეს კი ჩვენი 2 სართულიანი ავტობუსები. აქ ესე ქუჩაში დაგის პრინციპი ჩვენი პრინციპია. ქუჩაში ესე დაგდება, ჩაულებრივი ამბავი არავის არ უყურთ. ასე რომ მე მოვედი მეგობრებო და თქვენი დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. აბა თქვენიცით. კარგად.